პოლიტიკური პარტია გირჩიკი სიტი პარკის პოლიტიკას აპროტესტებს და მის გაუქმებას ითხოვს. ამ წუთებში პარტიის წევრები ბრიფინგს მართავენ, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. წელს სრულდება 10 წელი მას შემდეგ, რაც ქალაქში დაძრწის ყაჩაღი. ყაჩაღი, რომელიც იტაცებს ჩვენს ავტომობილებს, რომელიც არ აფერხებენ მოძრაობას. ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელიც გვაჯარიმებს 10 ლარით და პირგასამტეხლოდ თუ საურავად გვიმატებს 190 ლარს, მაშინაც კი როცა ამ დაჯარიმების შესახებ არაფერი ვიცით. ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელმაც ქალაქის ტროტუარები აქცია საპარკინგო ადგილებად, ნაცვლად იმისა, რომ შეექმნა ახალი ადგილები ხელშეკრულების შესაბამისად. ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელსაც ფეხზე კიდია საქართველოს სასამართლოს პრაქტიკა ამ მის საქმიანობასთან დაკავშირებით. თბილისში დაძრწის დაძრწის ყაჩაღი, რომელიც გვაჩუქა წინა ხელისუფლებამ და რომელსაც ვერაფერს ვერ უშვება მოქმედი ხელისუფლება. ჩვენ გვესმის ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათ ძალიან არ მოსწონთ ეს ყაჩაღი, რომელიც ქალაქში დადის, მაგრამ ვერაფერს უშვებიან, ვინაიდან წინა ხელისუფლებამ გააფორმა რაღაცნაირი კონტრაქტი. დღითი დღეს საქართველოს მოსახლეობა ეჩვევა ამ აზრს, რომ ჩვენ ამ ყაჩაღს ვერაფერს მოუხერხებთ. ჩვენ დღეს, აი ამ წუთას, მზად ვართ შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას გამოსავალი, თუ როგორ შეიძლება მოვთოკოთ ეს ყაჩაღი. და მას შემდეგ, და ეს გამოსავალი არის დაახლოებით ისეთივე უნაკლო, როგორც იყო ჩვენივე გამოსავალი ქვეყანაში არსებულ დაკანონებულ მონობასთან დაკავშირებით. ამ გამოსავლის შეთავაზების შემდეგ ჩვენ არ მივიღებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საუბარს იმაზე, რომ ვერაფერი ეშველება სიტი პარკს ქალაქში. და ეს გამოსავალი არის მარტივი, ეს მდგომარეობს შემდეგში. საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია სიტი პარკთან. ეს ვალდებულება გააჩნია თბილისის მერიას. შესაბამისად, ნებისმიერ დარღვევაზე ხელშეკრულების პასუხისმგებელია თბილისის მერია. თუმცა სიტი პარკი ყაჩაღობს არა თბილისის მერიის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე. ჩვენ თავაზობთ საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს მთავრობას, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ინიცირება. შეცვალოს ორი დებულება საქართველოს კანონმდებლობაში. პირველი, საურავი ნაცვლად 150 ლარისა გახდეს 20 ლარი ან საერთოდ არაფერი არ გახდეს და მეორე, მანქანების გადაყვანა საჯარიმო ადგილზე არ მოხდეს მხოლოდ სიტი პარკის გადაწყვეტილებით. ფაქტი აფერხებს თუ არა მოგზაურობას თუ მგზავრობას კონკრეტული ავტომანქანა დაადგინოს საქართველოს საპატრულო პოლიციამ და მხოლოდ მას შემდეგ იყოს შესაძლებელი გადაყვანა კონკრეტულ საჯარიმო ადგილზე. ეს სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ სიტი პარკს ხელფეხი ეკურება ადამიანები თვითნებურად დააჯარიმოს 150 ლარით და თვითნებურად გადაიყვანოს მანქანები საჯარიმო ადგილას. ეს არის უკიდურესად აუცილებელი ღონისძიებები, თავდაპირველი ღონისძიებები. ეს იყო პოლიტიკური პარტია გირჩის სპეციალური ბრიფინგი. დამატებით